მოგესალმებით, შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვალელა ბაღდავაძე მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციურ პარტიებს ფოკუსის გასწორებას ურჩევს. ლელოს დაპატიმრებულ ლიდერს რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენელმა სამიზნედ მისი პოლიტიკური ძალა აერჩია. დაპირისპირების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც ლელო ისე როგორც ახალ პარტია შესვლას აპირებს, სხვა ძალები კი არა. ხდება თუ არა ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის მორიგი განხეთქილების მიზეზი. ეს ერთ-ერთი საკითხი იქნება, რასაც დღეს ვისაუბრებთ. ვიწყებთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. 39,000 აბიტურიენტი 24 საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ნინო წერეთელის განცხადებით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვეთი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით მაშველებმა 50 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე მასშტაბური დღის ხანძარი მძვინვარებს. დასავლური მედიის ცნობით ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლი სამხრეთისკენ სწრაფად გავრცელდა და სახლებს, ტურისტულ სამცხოვრებლებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას საფრთხე შეუქმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანძრის ფრონტი ამჟამად მინიმუმ 6 კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც მის ლოკალიზებას სულ უფრო ართულებს. მაშასა, ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ გასწავლეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლევან, პირველი რაზეც მინდა გკითხოთ და რითაც გამოვა რომ გავხსნით დღევანდელ გადაცემას, 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა პარლამენტის შენობასთან, თქვენმა პარტიამ, ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ, დროამ, გირჩი მეტი თავისუფლებამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ევროპულმა საქართველომ, პარტია ახალმა, თავისუფლების მოედანმა და პარტია ფედერალისტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რაც აქამდე ვიცოდით, არ მიიღებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ჩნდება კითხვა, რა იყო ამ ბრიფინგის მიზანი, გამომდინარე სწორედ იქიდან, რომ ყველა ამ პარტიის პოზიცია ისედაც და აქამდეც ვიცოდით. გეკითხებით იმიტომ, რომ თქვენ იცით რა რეაქცია მოჰყვა, ხო? თქვენს ერთობლივ ბრიფინგს ქართულ ოცნებაში ხილი კი იყო მათი გამოხმაურება და არა მხოლოდ ქართული ოცნების გამოხმაურება სხვათა შორის. შესაბამისად, აი რა უთხარით საზოგადოებას ერთობლივი განცხადებით ახალი, როცა თითქოს ახალი არაფერი კითხავთ. მოგესალმებით, ამ ბრიფინგის მთავარი მიზანი იყო ჩვენი საერთო პოზიციის ერთობლივად დეკლარირება. გასაგებია, რომ ყველა პარტია, რომელიც იყო წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე, მანამდეც ჰქონდა დაფიქსირებული, რომ არ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს უფრო გამოხატული იყო რაღაც სიტყვიერ განცხადებაში, დოკუმენტური სახე არ ქონია, მოთხოვნები ჩამოყალიბებული არ ყოფილა. ჩვენ დოკუმენტის სახითაც, როგორც შიდა ისე გარე მოხმარებისთვის, იმიტომ რომ საგარეო თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი იყო, ერთია მე ეთერებში რას ვამბობ, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები რას ამბობენ, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები რას ამბობენ, რას დეკლარირებენ, მაგრამ Facebook ქარდებს და ვიდეოებს მიღმა, რომ პოზიცია დაფიქსირებული იყო, ამისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ყოფილიყო საერთო პოზიცია ჩამოყალიბებული და რაღაც სინერგია გვეჩვენებინა, რომ მინიმუმ ეს პოლიტიკური ორგანიზაციები თანხმდებით გარდა იმ ორი მნიშვნელოვანი საკითხისა, უმნიშვნელოვანესი საკითხისა, რაც არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ამ 8 პოლიტიკურ ორგანიზაციას მათ შორის გვაერთიანებს ის, რომ ჩვენ არ ვიღებთ ერთობლივ განცხადებას 8 ოპოზიციური პარტიებს შიმშილობის შეწყვეტა მოჰყვა ორი პოლიტიკოსის მხრიდან და ამიტომ გაჩნდა ის კითხვები, რაც ამ თემას რაც ჩემი აზრით ძალიან პოზიტიური იყო, იმიტომ რომ ისედაც ელენეს მიმართ მე განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს, მას წლებია ვიცნობ. მის ჯანმრთელობას წინა შიმშილობიდან გამომდინარე ძალიან სერიოზული ზიანი ჰქონდა მიყენებული და კარგია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ამ განცხადებამ თავისი ის როლი, რომელიც ჩვენი აზრით მას განსაზღვრული ჰქონდა, უკვე შეასრულა, რაც არის დეკლარირებული პოზიცია და მინიმუმ სხვა ოპოზიციურ პარტიებს აყენებს მსუბუქად რო ვთქვათ უხერხო მდგომარეობაში, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ეს პოზიცია შეიძლება იყოს როგორც ამ განცხადებაზე წერილობითად შემოერთება
ისე შეიძლება ამ განცხადების საპირისპირო პოზიციის დაფიქსირება, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას, იმიტომ რომ ეს გაურკვეველი პოზიცია, რაც რამდენიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს, მთლიანად აზიანებს ოპოზიციურ პროცესს. ხო, აი, რაც შეეხება იმ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც თქვენი შეფასებით აქვს გაურკვეველი პოზიცია, ვერანაირი ზეწოლა ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არაო, უშინად თქვა მამუკა ხაზარაძემ რუსთავის საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, რომელშიც კიდევ ერთხელ ამბობს იმასაც, რომ ოცნებას არ უნდა დაუთმოთ არც ერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა. მოკლე ციტატა, ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი, ასეთია ხაზარაძის პოზიცია და იცით რომ იგივეს ფიქრობენ გახარიას პარტიაში და პერსონალურად გახარიამაც გუშინ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ შედის თვითმმართველობის არჩევნებში. აი სად და რა შეცდომას რა ეშლებათ, ასე ვთქვათ, ასე გითხავთ. მოდით ხაზარაძე გახარიას, რა გათვლას ვერ აკეთებენ ისინი სწორად ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ. ნახეთ პირველი დავიწყებ იმით, რომ ზოგადად რაღაც გარკვეული უხერხული სიტუაცია არის, განსაკუთრებით ბატონ მამუკა ხაზარაძესთან და ბატონ ბადრე ჯაფარიძესთან მიმართებით, იმიტომ რომ ისინი პატიმრობაში არიან და როდესაც ახლა მე პირადადად შეიძლება ბევრად უფრო რაღაცა ხისტი განცხადება მქონოდა, მათ შორის ამ წერილთან დაკავშირებით, ისინი რომ თავისუფლებაზე იყვნენ. ამას გულახდილად ვამბობ, მაგრამ ამ წერილში რაც არის აღნიშნული, პირველი მათზე ზეწოლას არავინ არ ახდენს. მეორე, სიტყვა ბულინგი პოლიტიკოსის მხრიდან ჩემთვის მიუღებელია. რას ნიშნავს ბულინგი? ვინმე პერსონალური შეურაცხყოფა გაბედა მათ წინააღმდეგ, მოღალატე ეძახა, თუ რა ქართული ოცნების პროპაგანდას აყვა, თუ რა და ახლა მათი პოლიტიკური პოზიცია კი არ გაკრიტიკდება. შესაბამის სახელი დაერქვება პოლიტიკურად, რასაც აკეთებენ. მაგრამ აქვე არ შეიძლება უბრძოლველად ჩავაბაროთო და ფსევდობრძოლით უნდა ჩავაბაროთ. ბიძინა თუ ეს ორი პარტია გავა, ღიად ვამბობ. თუ ეს ორი პარტია გავა, ბიძინა ივანიშვილი ჩაატარებს სანაქებო არჩევნებს, ერთხმას არ გააყალბებს და ნოლზე მოუგებს ამ ორი პარტიას და მიიღებს ლეგიტიმაციას. არ დაჭირდება. ერთ-ერთი ექსპერტი იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც ამბობდა, რომ გაყალბებაც კი არ დაჭირდება. არ დაჭირდება. ისე მოიგებს გაიფორმებს თვითმმართველობის არჩევნებს, თუ კი მასში ოპოზიცია არ ჩაერთვა. კი ბატონო და როდესაც საქართველოს ისტორიის რევიზირებაზე და გახსენებაზე, იმიტომ რომ ქართული ოცნება რევიზირებას ეწევა და ჩემი აზრით არასწორად ციტირებს ბატონი მამუკა საქართველოს ისტორიას. ჩვენ იმ ბრძოლებში ვიმარჯვებდით, სადაც მომზადებულები ვიყავით და სადაც ერთმუშტად ვიყავით შეკრული. დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელს რო ყოლოდა 1/3 არმიის და დანარჩენი 2/3 სახლში დარჩენილიყო და ეთქვა რომ ამ ბრძოლას აქ არ მივიღებთ და მანამდე უნდა გავიდეთ და ასე შემდეგ. ჯერ დავით აღმაშენებელი ქართულ პოლიტიკაში არავინ არ არის, რომ ბრძოლა მიიღოს ეს ერთი. და მეორე ხა ფსევდო ბრძოლაში შეყოლა ეს სისულელეა. ის ბევრად უფრო მწვავე გზა არის. ბევრად უფრო მტკიცე დაპირისპირების საშუალება არის ბოიკოტი და ბევრად უფრო მეტი მსხვერპლზე წასვლა არის, ვიდრე ამ არჩევნებში რაღაცა შესვლა, რომელიც არჩევნებიც არ არის. საქმე ამაში, რასაც უნდა იმას დაწერს ბიძინა ივანიშვილი. და ამ ორ პარტიას, რომელსაც ამ წუთას მოცემულობა აქვს, რომ 70% ოპოზიციური ამომრჩევლის არ ემხრობა ამ სპეცოპერაციაში შესვლას, ანუ ყოველი მესამე ოპოზიციონერი მივიდეს და ორი წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაცია, ვინც არის წინა ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგებითაც არ იღებს მონაწილეობას, არ დაჭირდება ამ ორ პარტიასთან არჩევნების გაყალბება და ახლა თუ მეორე ადგილისთვის მიდის ბრძოლა, მე რაც მგონია რომ ეს ესეა, რომ ეს ორი პარტია იბრძვიან მეორე ადგილისთვის და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის, სამწუხაროდ ეს არ არის ჩემი მოსაზრება, მათ რიტორიკას დააკვირდეთ განსაკუთრებით ლელოს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი გახდა მთავარი ძალა, მთავარი ოპოზიციონერი, მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი. ბოდიში ვიხდი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის რა ნამდვილად. რომ მეორე ადგილზე ვის დაწერს ბიძინა ივანიშვილი, ამის რაღაცა ფსევდო სპეცოპერაციაში მივიღოთ მონაწილეობა. ლევან, ფაქტი არის ის, რომ ეს ცხარე დისკუსიის და სერიოზული ასთასხვადასხვაობის საგანი ხდება თვითმმართველობის არჩევნები. ხომ არ იღებს ეს ყველაფერი დაპირისპირების სახესაც და მართლაც ამასობაში ხომ არ ვიღებთ ვითარებას, როცა ებრძვით არა თავარ მოწინააღმდეგეს, არამედ სწორედ ერთმანეთს ოპოზიციური ძალები. ნახეთ, რა თქმა უნდა, საუკეთესო სცენარი იქნებოდა, რომ
არ გაჯიუტებულიყო ლეო თავის შეცდომაში, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩვენთან საუბარი დაიწყეს სატელევიზიო ეთერიდან, დისკუსია იქ გახსნეს, მოიტანეს რაღაც კვლევა, სადაც ყოველი მეორე ოპოზიციონერი ამბობდა, რომ არ მივალო არჩევნებზეო, ანუ 10-დან 5, ახლა 10-დან 7 ამბობს, რომ არ მივალ არჩევნებზე. კვლევას დაყრდნობით ხო იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. აი ახლა 10-დან 3 ოპოზიციონერი რომ მიდის მხოლოდ არჩევნებზე და ისიც კაცმა არ იცის ჩვენ რო კამპანია გვექნება იმ 10-დან 3 დარჩება თუ 10-დან 2 თუ 10-დან 1. ეს არ შეეშალოთ. და როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიები არ იღებენ მონაწილეობას საზოგადოებაში ესეთი განწყობა თვითონ ციხეში სხედან. კიდე იგივეს რო აწვევიან, ეს ჩვენი პრობლემაა თუ მათი. ანუ კეთილსინისიერების თვალსაზრისით მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ხალხი რაღაცა ბიძინა ივანიშვილზე გაყიდულია. უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ხალხი ჩემი აზრით დაბრუნებული არის მეორე ადგილის პერსპექტივით და მთავარი ოპოზიციური ძალის სურვილი. კარგი. ლევან, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტის მარკ კულსის მორიგ განცხადებაზეც მინდა გკითხოთ. ის კიდევ ერთხელ მიმართავს ქართულ ოცნებას, ერთი მხრივ შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა, მეორე მხრივ კი აი დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი სწორედ იმისთვის, რომ შეიქმნას ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობები. აი ის რომ მარკ კულსი აპერირებს სწორედ იმაზე, რომ აუცილებელია დაიწყოს მუშაობა, რათა შეიქმნას თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი პირობები. ნიშნავს თუ არა იმას, რომ უცხოელების მოწოდება არის სწორედ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის შესვლა და უცხოელების ყოველ შემთხვევაში ნაწილისთვის მაინც გაუგებარია პოლიტიკური ბრძოლის ამ ინსტრუმენტზე, ასე ვთქვათ, უარის თქმა. მე ეს ფრანს ვიტყოდი, რომ მათ შორის ამ პროცესსაც ძალიან აზიარებს ეს ლელოს თავკერძა პოზიცია, რომ აი მათ ეს სიტყვა თქვეს და არ გადავლენ. მაგრამ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მათ შორის ის მნიშვნელოვანი შუალედური დასკვნა, რაც არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით და რომელიც მიღებული აქვს ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტს, იქაც აღნიშნული იყო, რომ არჩევნები თვითმმართველობის იქნება თუ საპარლამენტო არჩევნები იქნება, უნდა ჩატარდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით და სამართლიანი ცესკოს პირობებში. აქ მთავარი არის ის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ დასავლელი პარტნიორები ძალიან ღელავენ, რომ საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი დაინგრა. არა მხოლოდ თვითმმართველობის, ზოგადად არჩევნების პრობლემა დადგა ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, ხო? არჩევნების იდეის. შესაბამისად, მათი мотиваცია ყოველთვის იქნება, რომ არსებობდეს ოდნავ სამართლიანი თამაშის წესები. საქმეც ამაშია, ლელო ყოველგვარი დათქმის გარეშე შედის ამ არჩევნებში. გახარიაც ყოველგვარი დათქმის გარეშე შედის არჩევნებში. თქვენ გინახავთ ამ ორი პარტიის მიერ წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, ჩვენ წარვადგენთ. რა მიგვაჩნია სამართლიან საარჩევნო კოდექსად. გინახავთ? და ეს ხალხი ხო აი ასე შედის. მე ესე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია. მინიმუმ 3 ოპოზიციური მსხვილი კოალიცია. ჩვენ ახალი და კოალიცია ცვლილებებისთვის და ლელოს რო ქონოდა ბევრად უფრო ადრე საერთო პოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაგრამ წარგვედგინა პირობები, მათ შორის რა მიგვაჩნია სამართლიან ცესკოდ, რა მიგვაჩნია საარჩევნო კოდექსად, ფურცელზე დაწერილი, მარტო სიტყვიერი კი არა. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები. ხო, ესენი ხო გვაქვს ჩამოყალიბებული. მაგრამ რო ყოფილიყო დოკუმენტური სახით წარმოდგენილი და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან საერთო პირით გვიარა და გვეთქვა, რომ აი ეს არის ის პირობები, რომლის გატანაშიც თქვენი დახმარება იქნება საჭირო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი დაბრუნდეს. იქნებოდა უკეთესი. შეიძლება ქართული ოცნება ისეთ ვითარებაშია, საერთაშორისო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით და სანქციების თვალსაზრისით, რომ ამ პირობების ნაწილის დათმობა ბუნებრივად წამოსულიყო. მაგრამ როდესაც ქართულმა ოცნებამ იცის, რომ მათი პირობებით ისედაც ორი პარტია შეგრიალებულია ამ არჩევნებში, რატო დამითმობს რამეს? იდიოტი ხო არ არის? გინდა ირაკლი კობახიძე და გინდა ბიძინა ივანიშვილი. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ ლელო და გახარიას პარტია ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების შექმნისთვის კონკრეტულ მოთხოვნებს არ აყენებს. ჩემი აზრით ეს მე მაინც მათ мотиваციებს სხვადასხვანაირად ვხედავ. გახარია ბევრად უფრო სწორხაზოვნად, მე მგონი 27 ოქტომბრიდან იძახდა, რომ ამ არჩევნებში შევიდოდა. განსხვავებით ლელოსგან, რომელმაც არაერთ გზის შეცვალა თავისი პოზიცია და
ჩემი აზრით მთავარი мотивация არის ის, რომ მათ შექმნან რეგიონული ორგანიზაციები, დაასაქმონ ადამიანები საკრებულოში, გახდნენ მეორე ოპოზიციური პარტია და მათ ლიდერებს ჰქონდათ მთავარი ოპოზიციონერის სტატუსი და ეს იმდენად დაბალი და მდარე მოთხოვნა არის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს 2014 წელი და 2017 წელი არ არის. ბევრად უფრო მწვავე კრიზისი დგას, ადამიანები ციხეში სხედან ტყუილად და ამიტომ მიყვირს და ამიტომ მაქვს მაინც ოდნავ თავშეკავებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩემთვის მორალური კომპრომისები არ არსებობს. გახარია თავისუფალია. გახარია თავისუფალია, ოღონდ ქვეყანაში არ არის და მე რასაც უყურებ, შეიძლება ჩამომცვლელიც არ იყოს. და ეს კიდევ უფრო კომიკურ ვითარებაში აყენებს ამ ადამიანებს. ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვისთვის, მაგრამ იმ კვლევებს შორის სხვაობა გამოწვეული არის არა მხოლოდ იმით, რომ ოპოზიციური ლიდერები დააკავეს და უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდა, რომ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს. არამედ ის ხალხი, ვინც მთავარი აგიტატორი იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შესული იყო, ისინიც დაიჭირა ბიზინა ივანიშვილმა. ანუ იცით როგორ არის კამპანიას მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რანგის ლიდერებით მხოლოდ ვერ ჩაატარებ ამ ქვეყანაში და ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე როცა განეიტრალებული ყავს და ციხეში ყავს და კამპანიას ვერ ჩაატარებენ გარეთ და გიორგი გახარია ქვეყნის მიღმა არის ეს სამი ადამიანი იყო ვინც თავარი აგიტატორი იყო შესული არც ერთი პროცესში არ მონაწილეობს ამ წუთას. ლევან, ჩვენ ამ თემაზე საუბარს ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების კონტექსტში აუცილებლად განვაგრძობთ, იქამდე მე უცხოელების პოზიციაზე გკითხეთ და ისევ ამ თემას მინდა დავუბრუნდე, იმიტომ რომ მაქვს კიდევ ერთი კითხვა ამჯერად ასე ვთქვათ ეუთოს გენერალურ მდივანთან მიმართებაში. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე უარი კი არა, როგორც ჩანს უცხოელების ნაწილისთვის ისიც გაუგებარია მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად რომ მიიჩნევთ და ბოიკოტს უცხადებთ. აი სწორედ ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება მაქვს და პოზიცია მაქვს ხედულობაში, რომელსაც ალბათ ნახავდით. ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არ გამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც ისინი აირჩიაო, ამბობს ეუთოს გენერალური მდივანი, რომელმაც პორტუგალიაში ეუთოს ყოველწლიურ სესიაზე გააკეთა ეს განცხადება და მეტიც მას უყვირს, რატომ აყენებს ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ ოდირის ანგარიშს, რომელიც ცხადად ამბობს, რომ ზოგიერთი დარღვევის მიუხედავად არჩევნების შედეგები ამ მრჩევლის გაწყვეტილებას ასახავს. ეს ასევე ფაქტია, ესეც ეუთოს გენდივნის განცხადება. რატომ ვერ არწმუნებთ ეუთოს გენერალურ მდივანს, რომ მოვლენებს სწორად ვერ აფასებს? მე დარწმუნებული ვარ, რომ მოახლოეს პერიოდში გვექნება კომუნიკაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მაგრამ ეუთოს გენერალური მდივნის პოზიცია არის დასავლეთში უკიდურესად საგამონაკლისო პოზიცია. უკიდურესად. და ჩემი აზრით ძალიან იშვიათ რაღაც განცხადებას მიეკუთვნება. ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩემი აზრით დამატებითი ახსნა განმარტებები ჩვენი მხრიდანაც უნდა გაკეთდეს და მასთან შეხვედრა აუცილებელი არის. მაგრამ როდესაც მეგობარი აქტის მიღების პროცესი უბრალოდ გარდაუვალი არის, როდესაც საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერ იღებს ქართული ოცნება, ხო ნახეთ მაკა ბოჭორიშვილი რა რანგის ლიდერებს ვის ართმევს და რა ფოტოებს დებენ. ეს იყო ქვეყანა, სადაც ამერიკის პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ და სახელმწიფო მდივნები 6 თვეში ერთხელ. და ახლა კუნძულოვანი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან დაკრეჭილი ფოტოების დადებით არის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული. ეს არის ნორმალური. ამიტომ უმრავლესობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვლის, რომ ქართველი ხალხის ნების გათვალისწინება ის კი არ არის ბიძინა მერას დამიწეს და მე შევგოგმანდე პარლამენტში. არამედ ის, რომ ჩვენ 76 მანდატზე მეტი მივიღეთ და ამ ქვეყანას ახლა უნდა მართავდეს კოალიციური ოპოზიციური, დღევანდელი ოპოზიციური, იმ შემთხვევაში პროდასავლური ხელისუფლება. და ეს არის მთავარი უსამართლობა, რის გამოც ამ ქვეყანაში 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და 60-ზე მეტი ადამიანი ახლაც პოლიტპატიმარია. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ მათ უწევთ ანგარიშს და მე არ მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აი ეს ვინმე შეერა, რომ ჩემი ახირების ან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ტყუილის საფუძველზე დასავლეთი ესე დაუდგა ქართულ ხალხს, ოპოზიციურ პარტიებს და აი ესე შეაქცია ზურგი ქართულ ოცნებას. ამ ქვეყანაში ყოფილა კრიზისები, როდესაც ოპოზიციას თავისი სიმართლე ბოლომდე ვერ დაუმტკიცებია დასავლეთში და ჩვენ მოგვიწია კომპრომისზე წასვლა, მათ შორის 2020 და 21 წლებში. შავ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ დასავლეთიც მიხვდა, რომ ამას აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში.
ეს კაცი რასაც უნდა იმას წერს. კარგი, კი ბატონო. ლევან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებას რაც შეეხება, აი გუშინ წინიკა გვარამია საქმეზეც დადგა განაჩენი, მასაც 8 თვიანი პატიმრობა და 8 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ისე როგორც აიკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. ანუ დღეს მდგომარეობით ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 7 ან 8 თვით გაუშვეს ციხეში, თუმცა ეს ვადა შესაძლოა გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მეორედაც იყო დაბარებული საგამოწმებო კომისიის ხდომაზე, ხოლო მას შემდეგ რაც კომისიასთან თანამშრომლობაზე ისე უარი თქვეს, მათ წინააღმდეგ ხელმეორედ მოხდა პროკურატურისთვის მიმართვა. როგორ ართულებს ოპოზიციური სპექტრის საქმეს და ამოცანას ის, რომ ამდენი ოპოზიციონერი ლიდერია პატიმრობაში? თქვენ წეღან საუბრობთ ამ საკითხზე და თქვენი პოზიციიდან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდება, რომ თქვენი აზრით ციხიდან პოლიტიკის კეთება იქნება რთული. ასე ფიქრობთ? უკიდურესად რთულია. ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციას ეს გამოცდილი აქვს 3 წელი და მგონი 6 თვე არის უკვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ზის ციხეში. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელიც არსებითად უშლის ხელს რაღაცა პოლიტიკური პროცესის წარმოებას ციხიდან. ძალიან სერიოზული პრობლემები იქმნება კომუნიკაციის შეზღუდვის თვალსაზრისით, ინფორმაციის მიმოწვრის თვალსაზრისით, იმიტომ რომ იქ ხო თავისუფალი სივრცე არ არის. რიგი ინფორმაციის არის, ინფორმაციის რაღაცა სახეობები არსებობს, რომლის გაცნობა ციხეში ძალიან რთულია, ხო? და აი ამ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ყავს და ამ თვალსაზრისით ყავს იზოლაციაში, ხოლო ერთი ლიდერი საერთოდ არის გაქცეული, ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილისთვის სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, რომ აი ამ ლიდერებს არ ქონოდათ ერთმანეთთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოების საშუალება, მათ შორის ერთმანეთშიც. იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ამ ადამიანების გარეშე, ვინც დღეს ციხეში სხედავ, პოლიტიკურ პარტიებში არის უბრალოდ შეუძლებელი. და ამ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. და ეს არის ძალიან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მე მესმის ამ სulis მნიშვნელობა რაც არის. ერთი მხრივ ისინი არიან სავაჭრო დიდი ქვები და ლოდები, რაც შეიქმნა, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციაში დამატებითი პრობლემები შექმნა. ხა ნაციონალურ მოძრაობას მაინც ამ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენი რაღაცა კონკრეტული სქემა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობასთან, რაღაც კომუნიკაციასთან მიმართებაში დაალაგებული გვაქვს და ასევე რაღაცა სტრუქტურა, რომელიც ლიდერის ციხეში ყოფნის დროს ასრულებს მის ფუნქციას და რაღაცა მისი აზრის გათვალისწინებას და ამ პარტიებისთვის ეს მაინც ახალი ხილია. განსაკუთრებით ლელოსთვის და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის და ჩემი აზრით ეს ხელს უწყობს ლელოს ამ შეცდომაში გაჯიუტებისკენ და მე მინდა რომ მოუწოდო მათ რომ პირიქით არავინ მათ დიდ სულოვნებად ჩაუთვლით ყველას, თუ კი მათი პოზიცია სამომავლოდ ჩამოყალიბდება არჩევნებში არ შესვლასთან დაკავშირებით. არათუ ნიშანს მოუგებთ, არამედ პირიქით დიდ პატივისცემას დაიმსახურებთ. გამოსავალი რაში ამაზეც მინდა ვისაუბროთ, რას უნდა აკეთებდეს ახლა ოპოზიციური სპექტრის შექმნილ სიტუაციაში, მათ შორის იმ ფონზე, როდესაც არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაპატიმრებული. არჩევნების, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტია ისე ერთი, თუმცა რამდენად საკმარისია ეს გაწყვეტილება. აი რევოლუცია მოდის ნიკა გვარამია ამბობს და ამავე თემის კონტექსტში მის ამ პოზიციაზეც დაგისვათ კითხვაც, მითხრობ რომ ნაციონალურ მოძრაობას რადიკალურს უწოდებენ ქართულ ოცნებაში და თუ კი ვინმეა რადიკალიზმში დადანაშაულებული, ეს პირველ რიგში არის სწორედ თქვენი პარტია. აი თქვენ რას ფიქრობთ? მოდის რევოლუცია თუ რევოლუციების ეტაპი უკვე გავლილი აქვს ჩვენს ქვეყანას? ნახეთ, მე ესეთ რამეს ვიტყოდი. პირველი ქართულ ოცნებას ამ სიტყვის აშკარა შიში აქვს და მათ შორის ვარდების რევოლუციის რევიზირებასთან დაკავშირებით, როდესაც მიმდინარეობს ამ კომისიაზე მშეობა, გარდა ვარდების რევოლუციის შედეგებისა, თავად სიტყვასაც ებრძვია, გადატრიალება სიტყვა ურჩევნიათ, რაღაც ნეგატიური კონტექსტი აქვს, როცა რევოლუციას ესეთი ნეგატიური კონტექსტი ნამდვილად არ აქვს და მე ამ სიტყვის გამოყენების არ მიშინია, მაგრამ აქვე ხაზს გაუსვამ იმას, რომ ამ პროცესის მთავარი ამოსავალი წერტილი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ არის არამხოლოდ რაღაცა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება და არ თანამშრომლობა, არამედ სანამ შესაძლებლობა გვაქვს, მე ხაზს უსვამ, სანამ შესაძლებლობა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან დამატებით მუშაობა, მეგობარი აქტის მიღების საკითხის დაჩქარება, ასევე დიდი ბრიტანეთის მიერ შესაბამისი სანქციების დაწესების აუცილებლობა. მე მგონია, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც საპროტესტო ელექტორატსა და ოპოზიციას შორის დამატებითი ხიდები უნდა გაიბას. არ დავმალა
ეს ხო ფაქტია, რომ სამწუხაროდ ოპოზიციური ქუჩის ელექტორატი და ოპოზიციის რაღაცა ლიდერებს შორის წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა იყო, რომ ბმა არ ყოფილიყო ის ხმადაღებული პოლიტიკოსები არ გვინდა, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. ეს საკითხი ჩემი აზრით აი ამ თავგანწირვიდან გამომდინარე, რასაც ოპოზიციური კლასი აკეთებს და ციხეში წავიდა ხო ეს ხალხი. ჩემი აზრით ეს უნიკალური შესაძლებლობა არის, რომ მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს თუ აქტივისტებს შორის დამატებითი რაღაცა ურთიერთობები წარმოიშვას, რაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს, ესეც შემიძლია თამამად თქვა. ამის მიღმა აუცილებელი ნაბიჯები, რაც არის გადასადგმელი, ეს არის დამატებითი გააქტიურება საზოგადოების და 4 ოქტომბრისთვის მზადება. იმიტომ რომ მეც მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც თვლიან, რომ 4 ოქტომბერმა არ უნდა ჩაიაროს რაღაცა სახლებში. ჩვენ მინიმუმ ქუჩაში უნდა ვიყოთ, ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, უბრალოდ აქ მსჯელობა მიმდინარეობს რა ფორმით, ზოგი რაღაცა ყრილობას ემხრობა, ზოგი მანიფესტაციას ემხრობა, ზოგი მთელი საქართველოს მასშტაბით აქციების ჩატარებას ემხრობა, ზოგი მხოლოდ თბილისში აქციის ჩატარებას ემხრობა. ჩემი აზრით ეს გარდაუვალია. ოღონდ ბიძინა ივანიშვილი არის ამ შემთხვევაში არჩევანი, ჩვენ არადანი ვართ, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ შეიცვლება ამ ქვეყანაში ხელისუფლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ კი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი იძულება მოხდეს, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ნორმალური ადმინისტრაციის პირობებში სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით. მაგრამ ეს კაცი თუ გაჯიქდა ხა მის მონებად აქ არ ვარ დაბადებული. გასაგებია. ლევან, ბოლოსკენ გავდივართ და ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთ-ორ აქტუალურ საკითხზე მინდა მოვასწრო კითხვის დასმა, მათ შორის გუშინ ირანის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა საელჩოში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა სამძიმრის წიგნში გააკეთა ჩანაწერი ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი, ხოლო ირანის მიმართ სოლიდარობა. გამოთქვა შეშფოთებულია ირანის საელჩო, რომელმაც გუშინვე გაავრცელა საპასუხო განცხადება. შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო. ეს მორალურად არასწორია, ნათქვამია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მარტივად გითხავთ, რამდენად საფუძვლიანია კრიტიკა, რომელიც ქართული ოცნების მისამართით ისმის და რა მესიჯია თქვენთვის ირანისთვის სოლიდარობის გამოხატვა? ჩემი აზრით, აქ მთავარი დამატებითი საუბარი მე მგონია, რომ ჩვენი მხრიდან პროდასავლური ძალების მხრიდან უნდა შედგეს ისრაელის საელჩოსთან, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ როდესაც ქვეყანას ფორმალურად მართავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ირანის მეჯლისის ხდომაზე დაესწრო მნიშვნელოვან ცერემონიალს ირანისთვის, სადაც მიმდინარეობდა სკანდირება, რომ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, იმის შემდეგ არაფერი არ უნდა გაუკვირდეთ. მე ის მიკვირს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები რამდენჯერმე მიიღეს ისრაელში. ამიტომ ისრაელმაც, ჩემი აზრით, ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომუნიკაცია, გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. სახელმწიფოებმა ამ ხელისუფლებას განაჩენი უნდა გამოუტანონ. ერთია ქართული ხალხის მხარდაჭერა, ასე შემდეგ გავიგე. მაგრამ მეორე არის ისრაელის ინტერესიც, ხო? ისრაელი უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ისრაელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო, მათ შორის სანქციების მიმართულებითაც. და ქართულმა ოცნებამ ჩვენ დამატებითი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მათზე საგარეო ზემოქმედების ახალი საშუალება გამოჩნდეს. იმიტომ რომ ესე არ არის ტერორისტული, დღეს ირანს მართავს ტერორისტული რეჟიმი, მათ უცხადებენ სოლიდარობას. ესეა. იმიტომ რომ მაშინ ისრაელის საელჩოშიც უფრო აქტიურად უნდა დაბრძანდებოდნენ, მაგრამ როდესაც ირაკლი კობახიძეს ისეთი განცხადება აქვს მოსმენილი და ამაზე რეაგირება არ გაუკეთებია და არ დაუგმია იმ დარბაზში, რაც იყო გაკეთებული, ხო, ის განცხადება. სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. იმის შემდეგ საერთოდ არაფერი არ უნდა გაუკვირდეს და ჩვენ პარტნიორული დამოკიდებულება და პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს ისრაელის სახელმწიფოსთან. კარგი, და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, ლევან, ისევ გიორგი გახარაძე, ჩვენ მასზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა სხვა საკითხის კონტექსტში თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში, ახლა უკვე მისი გამოკითხვა, რომელსაც პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ კიდევ ერთხელ ამჯერად დისტანციურ რეჟიმში მოусმინა, ძირითადად მას სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე დაუსვეს კითხვები, თუმცა არა მხოლოდ ამ თემაზე, საუბარი იყო 20 ივლისის მოვლენებზე, გახარიას მიერ საქართველოს დატოვების მიზეზებზე და იმითაც კი დაინტერესდნენ კომისიის წევრები
განსაკუთრებით კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აქვს თუ არა გახარიას უკან დასაბრუნებელი ბილეთი. მოკლედ, საკმაოდ მწვავე დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა გუშინ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას მოსმენა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რა დაგანახათ მისმა გამოკითხვამ ის მინდა გითხრათ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული კომისია და ზოგადად ამ ქვეყნის სამწუხაროა ეს არის და ამიტომ არის EUTOS გემდივნის პოზიცია ჩემთვის გაუგებარი ეს კომისია ლეგიტიმური იქნებოდა ჩვენ რო შევსულიყავთ ეს მარაზმი. ეს იქნებოდა ლეგიტიმური, რადგან მასაც დადებენ. 5 აგვისტოს დადებენ დასკვნას, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველოს და ქართულ ხელისუფლებაში მაშინ იყო სამშობლო ზღალაძე გაასამართლებენ და ჩვენ და შევსულიყავით იქ გაყალბებული არჩევნების შედეგებით და ამით უნდა დაგვეცვა ქართული ხალხის ინტერესი, როგორც ჩანს. მაგრამ ეს ირონიით, მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საპარლამენტო რესურსს, რომელიც მიტაცებულია, ეს ადამიანები იყენებენ შიდა პარტიული და შიდა რაღაცა ძველი გუნდური გარჩევებისთვის. აი, არ ვიცი ხა, მე იმ თაობას არ მევეკუთვნები ქურდული გარჩევები, ვისაც ნანახი აქვს, მაგრამ რაღაც ესეთია. ერთმანეთს საქმეს ურჩევენ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელები. მეტი არაფერი არ არის. ან რა შემხებლობა აქვს ამ კომისიის მიზანს, ამ საქმეებთან, ან ამ კომისიის მიზანი რა არის, ან თეა წულუკიანის გასასამართლებელი ადამიანი თუ არსებობს დედამიწის ზურგზე. აი, ის ქოცი ზონდერებიც კი არ უნდა გაასამართლოს თეა წულუკიანმა. ისეთი დაბალი რანგი აქვს მას. მორალური თვალსაზრისით. დიდი დასრულდება თქვენი აზრით პერსონალურად გახარიასთან მიმართებაში მთელი ეს პერიპეტიები რასაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და სამწუხაროდ გიორგი გახარია ამ თამაშის წესებით თავად თამაშობდა დიდი ხნის განმავლობაში. რომ რასაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტდა, ის იყო კანონი. უბრალოდ სანამ ბიძინა ივანიშვილი მას თვლიდა ამავასკლავად, მას როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი ძალიან მოწონდა. მადლობა ლევან იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ლევან სანიკიძეს დავიმშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ქართული ოცნების კანონშემოქმედება და არასამთავრობო სექტორის შეფასებები. დაგველოდეთ ბრუნდებით რამდენიმე წუთში. მაშინ ასე რეკლამა დასრულებულია, ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი იურისტი გიორგი დავითურია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ შემოგვერთით. ბატონ გიორგი, გაცემის ეს ნაწილი ძირითადად ქართული ოცნების ასე ვთქვათ, კანონშემოქმედების შეფასებას მინდა დავუთმოთ. კიდევ არაერთ კანონში შედის არაერთი ცვლილება, მათ შორის მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ის ჩანაწერები, რაც საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ რამდენჯერმე უკვე შეიცვალა, ამიტომ დავიწყოთ ამით. მაგალითად, აი ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის იმ პირების მიმართ, ვისაც ხულიგნობის, დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ასევე მანიფესტაციის წესის, მათ შორის გზის გადაკეტვის წესის დარღვევაზე ჯარიმა აქვს გამოწერილი. ეს ჯარიმა არ გადაიხადა, იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კი ხელმეორედ ჩაიდინა, ხო? ასევე ჯარიმებთან მიმართებაში იცვლება გასაჩივრების წესი. ჯარიმის დაკისრების თაობაზე დადგენილება გასაჩივრდება უკვე არა შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ სასამართლოში, თუმცა დადგენილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ შეაჩერებს. აი პირველ რიგში განმარტოთ მინდა დადგენილების მომზადებული ცვლილებების შინაარსი, რომ უფრო მეტად იყოს გასაგები ადამიანებისთვის და აქვე შეფასებაც რომ გავაკეთოთ, როგორ უყურებს ამ ცვლილებას მესამე სექტორი, სხვების პოზიცია, რომ მიზანია პროტესტის ჩახშობა და რუსთაველის გამზირის გასუფთავება. შესაბამისად რას ფიქრობთ თქვენ? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს ცვლილებები რო დავაჯგუფოთ ორი კომპონენტი აქვს. პირველი ეს არის შინაარსობრივი და მეორე არის პროცედურული გამარტივება. პროცედურული გამარტივების მიზანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქმის წარმოების ტვირთის მოხსნა, ერთი რგოლის გამოტოვება და ფაქტობრივად მთელი ამ ტვირთის სასამართლოზე გადატანა. ანუ მარტივად შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლდება გადატვირთვისგან, მაგრამ სასამართლოები დაიტვირთება. ანუ ერთი რგოლი მოიხსნება. მოქალაქეებისთვის ამა რა შეიძლება შეცვალოს? მოქალაქეებისთვის ამა შეიძლება შეცვალოს ის, რომ ის დრო 5000 ლარიან ჯარიმაზე ვსაუბრობთ, 5000 ლარიან ჯარიმა დაახლოებით 20 ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს საქართველოში და ერთი ჯარიმა ეს. მათ თუ ჰქონდათ მოქალაქეებს იმის საშუალება, რომ მობილიზაცია მოეხდინათ მეტნაკლებად იმ რეპრესიული ჯარიმების, რაც იყო შესაბამისად მომზადებულიყვნენ თანხის მობილიზაცია გაეკეთებინათ, მაგალითად რამენაირად დაეზოგათ, რომ გადაეხადათ, იმიტომ რომ
გამამართლებების შემთხვევები თითქმის არ არსებობს. ამ დროს უმცირებს ერთი ეს და მეორე რაც იცვლება მოქალაქეებისთვის არის ამას უმცირებს ორი მიზნით. ერთი პირველი ამოაკლდება ერთი რგოლი ამ შემთხვევაში შესაძლოა და მეორე გასაჩივრება უკვე აღარ გააჩერებს მოქმედებას, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ინსტანცია, ანუ ერთადერთი გადაწყვეტილება რაც იქნება და პირველი ინსტანცია რასაც მიიღებს, ეს გადაწყვეტილება უკვე პირდაპირ შევა ძალაში. რაც ასევე ზოგადად ძალიან რთულია ეს რეპრესიები შეაფასოს სამართლებრივად, იმიტომ რომ გაცდენილია უკვე ყველაფერი ჩემი შეფასებით სამართლის ფარგლებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სამართლის სასამართლოს უფლებასთან აშკარად წინააღმდეგობაშია, ვინაიდან სამართლის სასამართლოს უფლება ეფექტიან დავაზე და ეფექტიანი დავა, როდესაც დავა გრძელდება და შუაში აღსასრულებლად შემოგაქვს ყოველგვარი რაიმე ლეგიტიმური მიზნის გარეშე არღვა სამართლის სასამართლოს უფლებასაც. მეორე კომპონენტი მატერიალურ ნაწილს რაც შეეხება, ეს უკვე ძიმდება ეგრეთ წოდებულად პასუხისმგებლობა. ეს ალბათ უფრო მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე დგანან უფრო მეტი სიხშირით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იციან, რომ ადამიანები ვერ შეაშინეს ჯარიმებით, ეს ადამიანები ვერ შეაშინეს ბევრი რამით, რაც შეიძლება ყოფილიყო და უფრო მიზანი არის, რომ ადგენენ ფიზიკურად გამოკეტონ უკვე ეს ადამიანები. აი ამის შესაძლებლობა რამდენად არსებობს, ამაზეც მინდა გკითხოთ. ხა არასამთავრობო სექტორი აი ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრების პარალელურად კი ელოდება დაკავებების სერიებს, თუმცა მეორე მხრივ რა რესურსი აქვს მართლა სახელმწიფოს იმხელა, რომ ციხეებში გაუშვას ყველა, ვინც ჯარიმა არ გადაიხედა და რაღაცა გზა ვთქვათ უკანონოდ ხელმეორედ გადაკეტა. ანუ კანონის აღსრულებისთვის რამდენად შეიძლება სახელმწიფოს კონდეს საკმარისი ინფრასტრუქტურა სულ მინიმუმ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სამართალდამცავი სექტორის და უსაფრთხოების სექტორიც აშკარად ეთყობა, რომ საკმაოდ დიდი რესურსებით არის აქ ჩართული. მთელი სახელმწიფო აპარატი, მათ შორის პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას რო გადახედოს, თითქმის ყველა კანონი და კანონმდებლობა მიმართული არის, როგორც წესი, ამ რეპრესიებისკენ. 2025 წლის მიმდინარეობაში. ანუ ის ქართული ოცნების მთავარი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოიყენოს სახელმწიფო რესურსები, როგორღაც პოლიტიკური, ანუ საზოგადოების წინააღმდეგობის ჩასახშობად, საკუთარი პარტიული ამოცანების მისაღწევად. ამ თვალსაზრისით გონია, რომ რესურს გამონახავენ რამენაირად, მაგრამ პირველ რიგში ეს არის კიდევ ერთი მუქარა იმ ადამიანების მიმართ. ანუ აქამდეც ჩვენ ახლა უკანონო დაკავება, წამება დაკავების დროს, ცემა, არადამიანური მოპყრობა, ეს არაერთხელ გვინახავს და არსებობს ესეთ ფაქტები, მაგრამ ეს შემთხვევა, როდესაც ფულის გადაუხდელობის გამო, ანუ კანონი რა ეს ცვლილებები, რასაც ამბობს, არის ის, რომ შენ მართლა დასაკავებელი კი არ ხარ, ამ პატიმრობა კი არ გაქვს შესაფარდებელი, მაგრამ რა კი ფულადი სანქცია გაქვს და ის არ გადაიხადე და მოლოდინი მაქვს, რომ არც გადაიხდი, ანუ შენზე ფულადი სანქცია არ მუშაობს, ავდგები და ფიზიკურად დაგაკავა. კი, სხვა შორის არიან ადამიანები, რომელსაც რამდენიმე ათეული ჯარიმა აქვთ, ესე დაგროვილი და არაპირებენ მის გადახდას. ბატო გიორგი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ისე როგორც სხვა კანონპროექტები, რაზეც ასევე გკითხავთ ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო, სულ რამდენიმე დღეში მოხდა, მათ შორის აი უშუალოდ ამ ცვლილებების დამტკიცება სამივე მოსმენით, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ამაზეც მინდა გკითხოთ, აი რატომ ასეთი სიჩქარე, როგორ ვფიქრობ, სად ეჩქარება ასე ძალიან თქვენი აზრით ქართულ ოცნებას? ჩემი შეფასებით და დაკვირვებით წმინდა ნეიტრალურად რო შევხედოთ, ცოტა ხანი რომ დავივიწყოთ, რომ არსებობს პარტიები, არსებობს პარტიული ინტერესები და შევხედოთ პარლამენტი რასაც აკეთებს, რა ცვლილებები შეაქვს, რა სისწრაფით და რა მასშტაბის. რამდენიმე მიმართულება, როგორიც არის სიტყვასა და გამოხატვის თავისუფლება, მიმართულება, როგორიც არის დემოკრატია, ძირითადი უფლებები, ამ მიმართულებით პარლამენტმა რამდენიმე საკვანძო კანონპროექტი მიიღო პრინციპული შებრუნების გაუარესების თვალსაზრისით, მაგრამ პრინციპულად შეცვალა ნეიტრალურები, რომ დავრჩეთ ყოველგვარ სტერილურად რო ვისაუბროთ. პრინციპულად შეცვალა რამდენიმე საზოგადოებრივი ურთიერთობის რეგულირებები არსებითად განსხვავებული მიმართულებით და ეს ყველაფერი გააკეთა დაჩქარებული წესით. ამ პირობებშიც კი მსგავსი საქციელი, მსგავსი პროცედურები, როდესაც შენ არ იცავ დროს, განხილვას არ ექვემდებარება, მათ შორის შიგნითვე შენ ინსტიტუტებში არ ექვემდებარება განხილვას, იმიტომ რომ ამ განხილვებს უნდა მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები, არ ვიცი, შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მსგავსი მიდგომები უნდა დააფუძნონ მტკიცებულებებს, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ უკვე საჭიროებას განაპირობებს იმისა, რომ პოლიტიკა შეცვალოს.
ამ სტერილური განხილვის პირობებშიც კი ცხადად ეტყობა, რომ ესეთი რაციონალური მდგენელები, როგორიც არის სახელმწიფო პოლიტიკის საჭიროების დადგენა, განსაზღვრა, ესეთი მდგენელებს ამ პირობებში მსგავსი მასშტაბებით ვერ გამოირკვა. შეუძლებელია, რომ გამოიკვლიო, დაადგინო და რაციონალურად იხელმძღვანელო. აქედან გამომდინარე, ეს თვითონ ესეც ცხადად მითხოვს, რომ თავი ამოცანა აქ არ არის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შეცვალოს რაღაცა ღირებული ლეგიტიმური ინტერესებისკენ. სადღაცას დგინდება რა არის პარტიის ინტერესი და შემდგომ უკვე გამოდის და ქართული ოცნების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში უკვე საკანონმდებლო კომპონენტის ხარდაჭერას აკეთებენ პარტიულ ინტერესებს. ბატონ გიორგი, კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტია საზოგადოების ყურადღების ცენტრში და რამდენიმე წუთი ამაზეც გავჩერდეთ ამ შემთხვევაში გულისხმობებს, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით გულისხმობს პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ეს პაკეტიც პარლამენტმა ასევე დაჩქარებული წესით მიიღო, ასევე რამდენიმე დღეში მოხდა მისი დამტკიცება სამივე მოსმენით. არასამთავრობო სექტორის ცალკეული წარმომადგენლის პოზიციაა, რომ ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებისთვის, მაგალითად საბა ბრაჭველი ფიქრობს ასე. აი თქვენს ორგანიზაციაში როგორ უყურებთ ამ ცვლილებებს, ესეც რომ გითხრათ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ალბათ უპირველეს ყოვლისა ეს არის გარკვეული პოპულისტური გაცვლა რაღაცის. პოპულისტური გაცვლა საზოგადოებისთვის, რომ აიმე მარიხუანას აკრძალავ და უცებ საზოგადოება გამომხიზდება. არ გონია, რომ ამ რეჟიმში ვინმეს ყოველთვაში ქართულ ოცნებას ფხიზელი საზოგადოება ჭირდებოდეს, მათ უფრო მეტად ალბათ სხვანაირი საზოგადოება ჭირდებათ, მაგრამ უფრო მეტად პოპულისტურ გაცვლას ვხედავთ. ნარკოტიკების ჩადებას რაც შეეხება ნარკოტიკების ჩადება ისედაც გვინახავს და ჩადებას ალბათ თავარი ინტერესად მე არ ვხედავ, უფრო მეტად ვხედავ იმას, რომ ამ კანაფის მომხმარებლების რაოდენობა საქართველოს შეიძლება იყოს უფრო დიდი, უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს, ვიდრე მაგალითად ინექციურ და მძიმე ნარკოტიკს, ხო? ანუ რაღაცა ისეთ რეკრეაციულ ნარკოტიკთან არის ასოცირებული, რაც ბუნებრივია იმ სფეროს, ვიზაც შეუძლია შედგომი იმ ადამიანთა იმ წრეს, რომელზეც შეუძლია დამატებითი რეპრესირება გააკეთოს საჭიროების შემთხვევაში, არსებითად გაუფართოვებს და ბუნებრივია ეს, რა თქმა უნდა, ანუ გარკვეულწილად ისევ ხედავთ ბმას იმ ადამიანებთან, ვინც საპროტესტოდ არიან განწყობილი. არა, სხვათა შორის, ანუ აუცილებლად პროტესტი არის, ანუ გასცდა სამიზნე აუდიტორია პროტესტს გასცდა ძალიან დიდი ხანია. ეს ნარკოტიკები იქნება თუ აგერ სისხლისამართლის კოდექსში ახლა რაც შედის ქონებების ჩამორთმევებთან დაკავშირებით და არ ვიცი ეს საერთოდ საოცრებები იწერება. ამაზეც გითხავთ აუცილებლად საინტერესო. გასცდის ფაცი არის, რომ დიდი ხანია არავინ იფიქროს, რომ ის რეპრესიული ცვლილებები რაც ახლა დინდება და შეეტაპობრივად შემოდის, ეს მარტო პროტესტის მონაწილეებს ეხება, ან იმას ეხება, ვინც ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურ წინააღმდეგობაშია. ცვლილებები არის ფართომასშტაბიანი, ცვლილებები ფარავს მთელ საზოგადოებას, არის სპეციფიკური ცვლილებები, მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც კი ბატონო პროტესტის აქტიურ მონაწილეებს ეხება, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ეხება ფართო საზოგადოებას. კარგი, აი ქონების ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს რაც შეეხება, რაც თქვენ ახსენეთ რამდენიმე წამის წინ, პაკეტი გადამუშავდა და როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდუაძე აცხადებს, ფინანსური დანაშაულებისთვის გასაბართლებული პირებისთვის ქონების გადაცემა უკვე ცალკე დანაშაული იქნება, ამ შემთხვევაშიც ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა. ხო, აი გითხარით ამ ყველაფერზე რას ფიქრობთ? აი მაგალითად საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრობლემური ვალების ამოღებას ემსახურება ეს ყველაფერი. თქვენი აზრით, რა არის ახალი რეგულაციების შემოღების მიზანი? პირველ რიგში რეგულაციის შინაარსი მე ესეთი ცვლილებები, ამასთან მიახლოებული ცვლილებები, როგორც არის ბელარუსში, ვიცი რომ არსებობს, რომელიც შეეხება რომ ვიღაცებიდან ფულის ამოღებას, ქვეყნიდან დატოვების აკრძალვას, სანამ ვალებს არ გადაიხდიან, მაგრამ აი დამატება რაც მოხდა, რომელიც ნახოთ როგორ იქნება მიღებული, მაგრამ დამატება რაც მოხდა ის თუ ამ ფორმით იქნება მიღებული, რომელიც დახმარებას კრძალავს ესეთი ადამიანების. მე ესეთი ცვლილება არსად არ მინახავს, მათ შორის არც ბელარუსში, არც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე არ მსმენია. კიდევ ერთხელ აი ეს ცვლილება ერთ-ერთი ცხადი მაგალითია, რომ ეს არ არის მიმართული ხო ახლა პროტესტის მონაწილეებისკენ. ძალიან ცხადია ახლა პროტესტის მონაწილეები ვინც არიან, იმათ არის რაღაც დიდი ქონება აქვთ, არც არაფერი არ აქვთ, არც იმისთვის რამე აქვს გასასტუმრებელი. მიზანი ამისი არის უკვე ამ ეტაპზე შეიძლება არის კი ბატონო ბიზნესთვის ან რაღაცა როგორც ვიცით არსებობს გარკვეული შიდა უთანხმოებები ვინ რამდენი ფული აქვს აღებული, წამოღებული თუ როგორ არის ნაწილი და
ნაწილი, მაგალითად ერთი ადამიანი ყოფილი მინისტრის მოადგილე უკვე ბრალდებულიც არის, ხო, თუ სწორად ვიცი. ხო, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გულისხმობთ ალბათ, ხო, რომელი ქალთაძეს ბრალდებულიც არის, ანუ ამ თვალსაზრისით გაუგებრობები არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ამ ეტაპზე შეიძლება მიზანი არის ამ მიმართულებით გარკვეული წოდების შეტანა, მაგრამ ცვლილების შინაარსი ისეთია, რომ ადამიანი უარყოფს, უგულებელყოფს სამართლის ძირითად პრინციპებს. სისხლისამართლის სასჯელ მოხდილ ადამიანი გამოდის რესოციალიზაციის პრინციპები საერთოდ უარყოფილი არის სამოქალაქო ზიანის ამბავს, რაც შეეხება ამ მიმართულებით ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა საერთოდ სხვა მიმართულებით გავდივართ და ძალიან მძიმე რაღაც არის, მაგრამ ერთ-ერთი მძიმე რაც არის კრძალავენ ფაქტობრივად ამ ადამიანის დახმარებას. მათ შორის ოჯახის წევრი რო დაეხმაროს, ისიც კი დანაშაულად შეიძლება გამოცხადდეს. და დახმარებაში გულისხმობს ქონების გადაცემა ისე ჟღერს, რომ, რა ვიცი, ვიღაცამ ბინა აჩუქა და ეს იკრძალება, მაგრამ ეს ოფიციალურად თუ აჩუქეს რაღაცა, ის დაყადაღდება მაგალითად და მიექცევა ზიანის, თუ რამე ზიანი არსებობს, ზიანი რა თქმა უნდა ბრჭყალებში აქვს. იმის აღსასრულებლად, მაგრამ ამ თვალსაზრისით თუ მიიღეს ოღონდ ესე და თუ მიღებულია, მიიღებენ უკვე ესე, ამათ გინდებოდა ამ ადამიანის შემოსავალი, რაც არის მაქსიმუმი შემოსავალი საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა, რაც არის 500 ლარი. 500 ლარზე ზევით ამ ადამიანის შემოსავალი ვერ ექნება, 500 ლარი დღეს საქართველოში რა არის ვიცით, მაგალითად რუსთაველზე ერთი გზის გადაკეტვა არის 5000 ლარი. 500 ლარზე ზევით ვიღაცამ რო არის მშობელმა რო მისცეს რობითად ზევიდან 500 ლარი მშობელი შეიძლება დაიჭიროს. კარგი, ბოლო რამდენიმე წუთი დაგვრჩა და კიდევ ერთი რაზეც მინდა კითხოთ, ეს არის მედიისთვის შემოღებული შეზღუდვები სასამართლო პროცესების გაშუქებასთან მიმართებაში, როგორც იცით, აიკრძალა როგორც ფოტო და ვიდეო გადაღება, ისე აუდიო ჩაწერა, რის გამოც აი მართლა ვეღარ შუქდება სასამართლო პროცესები, ისე ოპერატიულად და ისე ხარისხში, რასაც აქამდე ვაკეთებდით. აი ერთ-ერთმა მედია საშუალებამ სხვა შორის ნახატების გაკეთება, ნახატების დახატვაც კი დაიწყო პროცესები და რათა ადამიანებს მეტნაკლებად ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება სასამართლო განხილვებზე. ცირკს ემსგავსებოდა ხოლმე სასამართლო, როცა მედია იქ იყო და პოლიტიკური პერფორმანსებისთვის ხდებოდა სასამართლოს გამოყენებაო ამ მიზეზს ასახელებს ქართული ოცნება. აი თქვენი აზრით პოლიტიკოსების შეფასების კონტექსტში რომ გითხოთ, რატომ ჩამოაფარა ქართულმა ოცნებამ შავი ფარდა საქმეებს, რომლებზეც არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი? პირველ რიგში არის ინფორმაციის მიტანა და არის ინფორმაციის მიტანა. როდესაც ინფორმაცია მიტანადი არის აუდიო-ვიზუალურად, ბევრად უფრო აღსაქმელია საზოგადოებისთვის, ეს აუდიო-ვიზუალური ინფორმაციით ძალიან ბევრი მძიმე ფაქტი გავიგეთ ამ პროცესების შესახებ. მაგალითად, მოწმე, რომელიც ვერ ცნობს ბრალდებულს, ამბობს, რომ ეს არის, ეს დავაკავე და სინამდვილეში პროცესი არ არის. შეუთავსებლობი მოწმეთა ჩვენებებს შორის და ბევრი ძალიან მძიმე ფაქტი. ეს მონაყოლი და მონათხრობი ერთია, მაგრამ როდესაც ეს აუდიო-ვიზუალურად არის აღბეჭდილი, არის მეორე. ანუ მსგავსი ფაქტების დოკუმენტირება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიტანა არის აიკრძალა სინამდვილეში აქ. ერთი ეს ასპექტი და მეორე ასპექტი არის ამ პროცესების მაქსიმალური დისტანცირება საზოგადოებისგან. ანუ საზოგადოებამ ვერ უნდა დაინახოს მთელი ამ პროცესის უსამართლობის სიმძიმე. ამ უსამართლობის სიმძიმეზე ერთია ჟურნალისტის მონათხრობი, რაც ჯერ ისევ დაშვებულია, მაგრამ მეორე არის, როდესაც საზოგადოებას ამას ფოტოთი, ვიდეოთი თუ აუდიოთი ჩანაწერით ამ კომბინაციაში ერთად ჩვენ ამას დავანახებთ საზოგადოებას. მიზანი სინამდვილეში მე მგონია, რომ არის ეს და არა ის, რომ რაღაცა იქ პოლიტიკური შოუები იდგმებოდა და ასე შემდეგ. მადლობა. დაასრულებთ და გადავშუროთ. და ხო ასევე უნდა ითქვას, რომ მათ შორის ფაქტი, რომ ფორმალურადაც კი არ დაუტოვეს მოსამართლეს შესაძლებლობა, რომ თვითონ გადაეწყვიტა რომელი პროცესი იქნებოდა არდაუსი მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში, ანუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაიტანეს, ეს ჩემი აზრით დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამას უყურებენ პროპაგანდის მიზნებისთვის, საკუთარი პროპაგანდის მიზნებისთვის და არა რაიმე ღირებული ლეგიტიმური მიზნისთვის. მადლობა ბატონ გიორგი იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. გიორგი დავითური პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებულია. დღეს ხუთშაბათია, საღამოს 9:09-ზე უკვე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ დროებით.